საქართველოს საბერძნეთის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობა ფართოვდება 2026 წელს მხარეებს შორის შერეული კომისიის ხდომა საქართველოში ჩატარდება. ორმა ქვეყანამ უკვე მიაღწია შეთანხმებას, რაც მხარეებს შორის სატრანსპორტო პოლიტიკის ჰარმონიზაციასა და საერთო პროექტების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მიმდინარე წლის განმავლობაში ქართული მხარე საბერძნეთიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის დამატებით სატვირთო დოკუმენტებს მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს გადაზიდვების პროცესს და გაზრდის მიმოსვლის შესაძლებლობას. ბიზნესის ბრუნვის მოცულობა გაზრდილია საქსტატის მესამე კვარტლის მონაცემებით, მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით 65 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც, რომელიც 25 მილიარდი ლარია. წლიური ზრდა კი დაახლოებით 10%. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3,3% არის გაზრდილი და საშუალოდ 814,000 შეადგენს, მათი საშუალო თვიური ხელფასი კი 2400 ლარია. კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებული 4-ვე აუქციონის გამარჯვებული Selfie Mobile-ია კომპანიამ 2100 MHz და 2600 MHz დიაპაზონებში სიხშირეები 23 მილიონ 600 ლარად შეიძინა. Selfie Mobile-მა 40%-იანი ფასდაკლება მიიღო, რადგან დაეთანხმა როგორც მაღალი სიჩქარის ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე MVNO ოპერატორის დაშვების ვალდებულებას. სიხშირეების დამატება კომპანიას საკუთარი ქსელის გაფართოებისა და მომხმარებლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. მიღებული ვალდებულებებით Selfie 2026 წლის ბოლომდე ქვეყნის დასახლებული ტერიტორიების 90%-ში მინიმუმ 28,65 და 25 მეგაბიტ წამის სიჩქარის მობილური ინტერნეტით უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს. ენგურჰეზზე ექსტრემის მოყვარულებს ახალი ატრაქცია ელოდებათ. საქართველოში ყველაზე მაღალი 320 მეტრიანი სიმაღლის და 600 მეტრიანი სიგრძის ზიპლაინი თვის ბოლომდე გაიხსნება. 2026 წლის გაზაფხულზე კი დაგიქმნილია სანაოსნოს გახსნა, რომელიც პირველ ეტაპზე ერთდროულად 40-მდე მომხმარებელს მოიმსახურება. სამომავლოდ დაგეგმულ პროექტებს შორისაა პანორამული ლიფტი კაშხალზე შუშის კაბინებით, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარია. ენგური ატრაქციაში იმედოვნებენ, რომ ტურისტული პროექტების განხორციელება ენგურჰეზზე ვიზიტორთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მხრიდან საკითხის შესწავლის საფუძველი რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიმართვა გახდა. რა მიმართულებებს მოიცავს მოკვლევა და რა სახის შესაძლო დარღვევებზეა საუბარი, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქედელიძე შემოგვიერთდა სტუდიაში საკითხზე საუბრობთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო საკითხია და ინფორმაცია საკმაოდ მწირი შეიძლება ითქვას, ამიტომ სწორედ თქვენგან ველოდებით ახლა თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ მოიქცა თქვენი ინტერესის სფეროში ეს მიმართულება, რას მოიცავს მოკვლევა და ასევე საინტერესოა შედეგებმა სადამდე შეიძლება მიგვიყვანონ. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ 28 ნოემბერს სააგენტომ დაიწყო აღნიშნული მოკვლევა, რომელიც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 11 კომპანიის მიმართ წარმოებულ პროცესს. საფუძველი პირველ რიგში გახდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რეგიონალური განვითარების სამინისტროს მომართვა, რომელსაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო სხვადასხვა სახელმწიფო რწმუნებულების მიმართვა. ჩვენ ეს ინფორმაცია პირველ რიგში მივიღეთ ცნობად და რასაკვირველია, სააგენტოს მიერ ჩაწარდა ასე ვთქვათ წინასწარი დაკვირვება ბაზარზე, არსებობდა თუ არა, კმაყოფილდებოდა თუ არა გონივრული ეჭვის სტანდარტი, რაც შესაძლებელს ხდიდა უკვე შემდგომში ამ ბაზარზე მოკვლევის დაწყებას. გონივრული ეჭვის სტანდარტი დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით ამ ბაზარზე მართლაც ჰქონდა განსახილველ პერიოდში კანონის დარღვევას ადგილი. ხანდაზმულობის ვადიდან გამომდინარე ეს პერიოდი გარკვეულწილად ჩაკეტილია 2022 წლიდან 2025 წლამდე, თუმცა ჩვენ ინფორმაცია დეტალურად გავაანალიზეთ უკვე 2020 წლიდან, უფრო ისტორიული მონაცემებით. რაც შეეხება უშუალოდ შესაფასებელ პერიოდს 2022 წლიდან, ეს ეხება 255 ტენდერს, სადაც მონაწილეობდა 11 კომპანია.
ამ ეტაპზე მოკვლევა არის თავის საწყის პერიოდში მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის ანალიზი, რაც შეეხება შესაძლო შედეგებს. შედეგები შეიძლება იყოს სხვადასხვა, კერძოდ შედეგების მიხედვით კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა შესაძლებელია დადგინდეს 11-ვე კომპანიის მიმართ, შესაძლებელია დადგინდეს ნაწილის მიმართ, ასევე საერთოდ არ დადგინდეს კანონის დარღვევა. უშუალოდ კონკურენციის კანონმდებლობის მე-7 მუხლი, რაც არის ამოსავალი წერტილი ამ მოკვლევაში, გულისხმობს შეთანხმებულ ქმედებას, როდესაც ადგილი აქვს გარკვეულწილად კომპანიების მიერ გარკვეულ სავაჭრო პირობებზე შეთანხმებას. უშუალოდ ამ მოკვლევის მიმართულებით ჩვენი ეჭვი, მოკვლევის გონივრული ეჭვი მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიებმა ბაზარი გადაინაწილეს გეოგრაფიული ნიშნით, ასევე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებშიც დგინდება შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ერთეული კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას, რაც შედეგობრივი თვალსაზრისით იწვევდა იმას, რომ ტენდერები პრაქტიკულად გამარჯვებულ კომპანიებს რჩებოდათ სატენდერო ფასში, არ ხდებოდა დანაზოგი ბიუჯეტის კუთხით და შესაბამისად ამ კონკრეტული საკითხების შესწავლას ემსახურება უკვე რამდენიმე დღის წინ დაწყებული მოკვლევა. კი ბატონო, მე მინდა გკითხოთ განგრძობით დროში როგორ გაგრძელდება მოკვლევა და ასევე საინტერესოა კომპანიებთან თანამშრომლობის პროცესი როგორ მიმდინარეობს, ანუ რამდენად გეთანამშრომლებიან ისინი. კანონის მიხედვით მოკვლევის საწყისი პერიოდი ანუ მინიმალური ვადა, რომლითაც მოკვლევა იწყება, ეს არის 6 თვე, რომელიც შეიძლება შემდგომში უკვე საქმის სირთულიდან გამომდინარე გაგრძელდეს. რაც შეეხება თანამშრომლობას კომპანიებთან, თანამშრომლობა ამ შემთხვევაში კომპანიების ნებასურვილზე დამოკიდებული არ არის, თანამშრომლობა არის ვალდებულება და თუ ამ ვალდებულებას კომპანიები არ შეასრულებენ, კონკრეტული მექანიზმები არის კანონმდებლობით გაწერილი. კი ბატონო, და მინდა გკითხოთ სანქციებზე, იმ შემთხვევაში თუ ესა თუ ის დარღვევა აღმოჩნდა, რა ტიპის სანქციებთან გვაქვს საქმე და გარდა ფულად ჯარიმისა, რაც ვიცით რომ იქნება, თუ არსებობს, ეს სიტყვა არ ვიცი რამდენად სწორად შეიძლება გამოვიყენოთ, ტენდერებში მონაწილეობისგან დისკვალიფიკაცია რაღაცა პერიოდით თუ იქნება, ვთქვათ, მსგავსი სანქცია დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი კანონმდებლობა შეთანხმებულ ქმედებაში მონაწილეობისთვის ასე ვთქვათ ითვალისწინებს სანქციას პირველ რიგში, რომელიც არის კომპანიების წინა ფინანსურ წელში ამ შემთხვევაში მოიაზრება ის წელი, როდესაც სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც დადასტურდება ამგვარი კანონდარღვევა და ეს ჯარიმა არის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე, ასე ვთქვათ 0.1%-დან 5%-მდე დიაპაზონს შეიძლება შეადგენდეს ეს ჯარიმა. რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, სააგენტომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით შესაძლებელია გასცეს რეკომენდაციები, რისი პრაქტიკაც აქამდე მრავალგზის მქონია და ბოლო შეკითხვას დისკვალიფიკაციას რაც შეეხება ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის, თუმცა ჩვენი ასე ვთქვათ გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა შესაძლოა მიიღონ ამგვარი გადაწყვეტილება, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჩვენ კომპეტენციას კი ბატონო, და კიდევ აუცილებლად მინდა გკითხოთ ასევე ხარისხზე, რადგან როდესაც საქმე ეხება მშენებლობას, ინფრასტრუქტურის ზედამხედველ კომპანიებს ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი. კონკურენციის ნაკლებობა ბუნებრივია აისახება ხარისხზე, ხომ ასეა. ამ ნაწილში თუ მოხდა მსგავსი ფაქტის აღმოჩენა, ესეც ალბათ არ შედის თქვენს კომპეტენციაში, მაგრამ თქვენ მომიჯნავე უწყებებთან თანამშრომლობას თუ განიხილავთ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები უკვე უსაფრთხოებიდან გამომდინარე იყოს აღმოფხვრელი. სწორად აღინიშნა, რა თქმა უნდა, ბაზარზე შეზღუდული კონკურენცია ყოველთვის მოახდენს გავლენას ხარისხზე, თუმცა ხარისხს ამ შემთხვევაში ის თუ რამდენად ახორციელებდა გამარჯვებული კომპანია სამშენებლო ზედამხედველობას ხარისხიანად და მომსახურების მიწოდებას ჯეროვნად შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ეს ნამდვილად არ არის ჩვენი კომპეტენცია და ამ მიმართულებით ჩვენ ასე ვთქვათ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, თუმცა ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობას ყველა იმ უწყებასთან, რომელსაც ამ კუთხით ასე ვთქვათ რაიმე წარმოება აქვს ან ნებისმიერი ინფორმაციის მოძიების კუთხით ყველა სახელმწიფო და მათ შორის კერძო ორგანიზაციასთან ჩვენ თანამშრომლობისთვის ღია ვართ და კიდევ ერთი მიმართულება მინდა გამოყო ამ კუთხით ეს არის უკვე კანონის მე-10 მუხლი ჯერჯერობით ამ კუთხით მოკვლევა არ არის დაწყებული, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ასევე ინფორმაციის დამუშავებას იმ კუთხით, ხომ არ იყოს შემსყიდველი ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტები ჩართული ამ პროცესში და ხომ არ ხდებოდა ტენდერების მორგება კონკრეტულ კომპანიებს. კი ბატონო, და ბოლოსკენ მივდივართ და აუცილებლად მინდა გკითხოთ უკვე ზოგადი შეფასება კონკურენციის კუთხით, ძირითადი გამოწვევებით ჩვენს ქვეყანაში, რომელ მიმართულებებში ისახება და სექტორალურად ვთქვათ, კონცენტრაციის მაგალითები სად გვაქვს ყველა?
გამოწვევებზე შეგვიძლია ვისაუბროთ აუცილებლად იმ ბაზრებზე, სადაც აქამდე უკვე დაფიქსირდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევები, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბაზარზე გვაქვს მაღალი კონცენტრაცია, არ ნიშნავს, რომ ამ ბაზარზე კონკურენტული გარემო არის რაღაც გასაჭირში. ამ კუთხით შეგვიძლია გამოვყოთ აუცილებლად პირველ რიგში საავტომობილო საწვავის ბაზარი, სადაც ჩვენ ქონდა სამი წარმოება და დადასტურდა სამჯერ შეთანხმებული ქმედება. ასევე ბოლო პერიოდში ერთ-ერთი გახმაურებული საქმე რაც იყო, ეს იყო ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით, სადაც ჩვენ ასევე 4 მსხვილი კომპანია დავაჯარიმეთ ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებულ ფასებზე. მიმდინარე კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო მონიტორინგები, იგივე FMCG ბაზარზე, იგივე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარზე და სხვადასხვა ბაზრებზე. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი და საინტერესო დასკვნა გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. და რაც შეეხება კონკრეტულად ამ მოკვლევას, რომელზეც ვსტუმრობთ ახლა და ვისაუბრეთ, დაახლოებით როდის განიხილავთ დასრულებას? მინიმალური ვადა ყველა იმ პროცედურის დაცვით, რაც კანონმდებლობით არის გაწერილი, არის 6 თვე. ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურ ძალისხმევას ჩავდებთ იმაში, რომ რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დასრულდეს ეს მეტად საინტერესო მოკვლევა, თუმცა არ გამოვრიცხავთ საჭიროების შემთხვევაში ვადის გახანგრძლივებასაც. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გემშვიდობებით სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა და სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდით ჩვენ. ჩვენი სტუმარი კი იყო მომხმარებელთა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქედელიძე.